დილამშვიდობისა მივესალმები მაღვიძარას ერთგულ მაყურებლებს და იმ ადამიანებს, ვინც მაღვიძარასთან ერთად იწყებს თავის დილას. მანიკა ლევან თქვენს მოგესალმებით. დღეს არ ვაპირებთ ცნობილი ადამიანის გაღვიძებას, დღეს გამოვედით გამსახურდიას გამზირზე და ვნახავთ როგორ იღვიძებს ქალაქი. დილამშვიდობისა. როგორ ახართ? კარგად, დიდი მადლობა. ლატე მინდა თუ შეიძლება? როგორც ხედავთ უკვე ანტრეში საკმაოდ ხალხმრავლობა, დილა აქ ჩვეულებრივად იწყება, ყავით, კრუასანებით, ნამცხვებით. დიქით დავждეთ, ჩვენ ლატეს დაველოდოთ და არ შეუშალოთ ხელი მომხმარებით. გავსინჯოთ ახლა ჩემი საყვარელი ყავის სახეობა. ყავა უკვე დავლიე და გადავწყვიტე რომ თბილისის ქუჩებში გავისეირნო. თქვენი დილა როგორ დაიწყო? ჩვენი დილა როგორ დაიწყო? კარგად. დადიან, მოდიან ბევრი კლიენტები ყიდულობენ. ყვავილებს. რა ღირს? ერთი ლა. თქვენ საიდან გაქვთ ესენი? თქვენ თვითონ კრებთ? არა, ყიდულობ და ძირითადად მამაკაცები მოდიან თუ ქალბატონები? მამაკაცებიც მოდიან და ქალბატონები. ესე ორივე, ხო ორივე. ძალიან დიდი მადლობა. მართლა ძალიან ბევრი ხალხი არის დილიდან აქტიურად. არც კი ვიცი ვის შეიძლება რომ გავაჩერდო ვკითხოთ, რომ ყველა ძალიან საქმიანია, ზოგს უნივერსიტეტში ეჩქარება, ზოგს სამსახურში ეჩქარება, ზოგი iPhone-ს ყიდულობს. აი შეგიძლიათ მომბრძანეთ და არაჩვეულებრივი ფეხსაცმელები იყიდოთ ხოთაში. აუ, ერთი წუთი. შეგიძლიათ ესეთ ფეხსაცმელები იყიდოთ არაჩვეულებრივი. ხოლო მართვის ვინც გადაწყვიტეთ რომ საყვარელ ადამიანს მეუღლეს თუ ვისაც გინდათ მნიშვნელობა აქვს საჩუქარი უყიდოთ, დილიდან უკვე ყველა მაღაზია ღია არის. სადარიან და შემოვიდეთ. ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ არის, მე ცოტა ხნით დაგემშვიდობებით, გავაგრძელებ პეკინზე სეირნობას და ვნახავ კიდე რა შეიძლება ამ ქუჩაზე სეირნობის დროს აღმოაჩინო. ცოტა ხანს დაგინახეთ.